გამარჯობა, მე ვარ ლიკა ჭყონია, ემბრიოლოგი და ამავე დროს ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტის დამფუძნებელი და დირექტორი. დღეს ჩვენთან სტუმრად არის ასევე ემბრიოლოგი, ჩემი ძალიან კარგი მეგობარი მარინა კვახარია, რომელიც ამჟამად არის პალო-ალტოს სამედიცინო ფონდის რეპროდუქციული ლაბორატორიების დირექტორი და ასევე ამერიკის რეპროდუქციული მედიცინის საზოგადოების ASRM-ის კლინიკური ემბრიოლოგიის სასწავლო ლაბორატორიის ხელმძღვანელი. გამარჯობა მარინა. გამარჯობა ლიკა. მარინა, დღეს გვექნება საუბარი ინვიტრო განაყოფიერების ხარისხსა და პაციენტების უსაფრთხოებაზე და მე მინდა რომ შენი გამოცდილებაც გაუზიაროთ ჩვენ პაციენტებს. დიდი სიამოვნებით. და პირველი მაინც ეს უნდა ვახსენო, რომ მე და შენ რაღაცა ერთნაირად გავიარეთ ემბრიოლოგობამდე, ერთნაირად მივედით და თითქმის ერთდროულად დავიწყეთ ამ საქმეზე მუშაობა. ძალიან საინტერესო მომენტია, რომ ფაქტობრივად რამდენიმე თვის სხვაობით დავიწყეთ შენ მასში ჯონსების ინსტიტუტში ნორფოლკში, რომელიც იყო სადაც პირველი ინვიტრო ბეიბი დაიბადა ამერიკაში. და მე ბეილორის სამედიცინო კოლეჯში ჰიუსტონში, რომელიც ასევე ძალიან ისეთი გამორჩეული ცენტრია და განსაკუთრებით აი მამაკაცის მხრივ იმას მამაკაცის უნაყოფობას რაც შეეხება აი მაგ დარგში აქვს შეტანილი ძალიან დიდი წვლილი და ფაქტობრივად ისე გამოდის რომ მე და შენ ვართ ორი პირველი ქართველი ემბრიოლოგი ხო და თან იმას დავამატებთ ნუ ერთი ვიტყვი რომ ძალიან მადლობელი ვარ ამ შესაძლებლობისთვის ძალიან მიხარია შენი წარმატება ამარა ჩვეულებრივ კლინიკაში ყოფნა რომლის მომწონს არა მარტო სამედიცინო ნაწილი, მაგრამ ამავე დროს სტილი და ვიზუალი და სულ ამას უსვავ ხაზს. და ნუ საერთოდ თუ კი რამე უკვე ამ ჩემი კარიერის ამ ეტაპზე ძალიან მინდა რომ ეს ჩემი გამოცდილება რაღაცნაირად საქართველოში დარგის განვითარებას და განსაკუთრებით ქართულ პაციენტებს გამოადგეს. და პერსონალურ დონეზე ზეწაღან ლაპარაკობდით სანამ კამერები ჩაერთვებოდა რომ ძალიან სასაცილოდ ესე იგი მე და ლიკა ვართ დაახლოებით ერთი ასაკის გავიზარდეთ ერთ უბანში დავდიოდით ერთი და იგივე სკოლაში და ყავს ჩვენი უახლოესი მეგობრების წრე არის დაახლოებით 80%-ით იკვეთება. და ამის და ნუ პროფესიულად მე რა თქმა უნდა სულ გვესმოდა ერთმანეთის შესახებ. და ისე გამოვიდა რომ ერთმანეთს არ უცნობდით და გავიცანით ერთმანეთი ბარსელონაში ეშრეს კონგრესზე და ნუ იმ წუთში ვნახეთ საერთო ენა და გავიქეცით პიკასოს პირველი პიკასოს მუზეუმში წავედით. და იმის მერე მეგობრობა გრძელდება და ასევე დახმარება პროფესიული ერთმანეთის რამდენადაც ეს ასეთ მანძილებზე შესაძლებელია. დღეს რაზე მინდა რომ დღეს ვესაუბროთ პაციენტებს, ხო? რა განსაზღვრავს იმ არაჩვეულებრივ შედეგებს, რომელიც უნდა გქონდეს ინვიტრო განაყოფიერებაში და დავიწყოთ თქვათ იგივე ნუ აი მაგალითად ხარისხით, როგორ განისაზღვრება ჩვენი მუშაობის ხარისხი, ხო? ამავე დროს თუ რა არის, თქვათ როგორ უნდა ვზრუნავდეთ ლაბორატორიაში ემბრიონებს, ეს ხო პაციენტებმა არიციან, ეს ვიცით ჩვენ და აი რა დონეზე შეიძლება რომ მათ ეს გადავცეთ, რომ მათთვის თავი უსაფრთხოდ იგრძნონ. ეს ხაშუს ძალიან საინტერესო არის რომ ძალიან ეს ემბრიოლოგია ჩვენ სპეციალობა ხშირად მოიხსენიება ბოლო დროს როგორც აი ესეთი silent სცენის უკან ასევე ესეთი ჩუმი აქტორი რომელიც მიუხედავად თავისი ჭრილში ყოფნისა ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ პროცესში და ნუ ზეღანაც ვეუბნებოდი ლიკას ესე კერძო საუბარში რომ ნუ იმ კლინიკებს რომლებსაც ესმით რომ ამ პროცესის წარმატება განისაზღვრება ემბრიოლოგიურ ლაბორატორიაში და არასადმე სხვაგან ის კლინიკები არიან წარმატებულები და ვინც ამას ვერ ხვდება და თვლის რომ ნუ ეს უბრალოდ ლაბორატორია წიხნიშნს და whatever ისინი არიან ნაკლებად წარმატებულები და ეს აბსოლუტურად გასაგები და მოსალოდნელი
მისდევნელი შედეგია ამ ყველაფრის და რაც შეეხება ხარისხს, საერთოდ ხარისხი მედიცინაში ყველაფერს სფეროს არ აქვს მნიშვნელობა, ყველაფერს განსაზღვრავს, წარმატებას განსაზღვრავს ის ხარისხი, რომელიც შენ უზრუნველყავი და რომელსაც იცავ და აწვდი პაციენტს როგორც პროდუქტს. მაგრამ აი ჩვენი ლაბორატორია ამ მხრივ არის ძალიან ისეთი უნიკალური, იმ მხრივ რომ თუ კი აი დავუშვათ დასრულების მედიცინაში ან თუნდაც პედიატრიაში შენ გაქვს საქმე ორგანიზმთან, რომელიც ტრილიონობით უჯრედისგან შედგება, თან ეს არის მაინც პიროვნება, რომელიც გაწვდის თავის გასაჭირს, რა აწუხებს, რა არ აწუხებს, რა მუშაობს, რა არ მუშაობს, უკეთ არის, არ არის უკეთ, ბავშვიც რო იყოს, მაინც ამას არ ყვევ. და გარდა ამისა, როგორც წესი, გაქვს რამოდენიმე აი სპორტის ენით რომ ვთქვათ, მისვლის, რამდენიმე მისვლა გაქვს რა, რაღაცამ არ იმუშავა, ცდი ახალს იქ ანტიბიოტიკს გამოცვლი, ჩართავ სხვა სპეციალისტს, მოკლედ არის რაღაც ეს საზღვრები ამ ხარისხის არის უფრო ფართო და მიმტევებელი. რაც შეეხება ემბრიოლოგიურ ლაბორატორიას, მან გაქვს ერთი ცდა და თუ ამაც დამარ ჩაიარა წარმატებით, ფაქტიურად ციკლი არის დაღუპული. და თვითონ ეს ჩვენი ობიექტი ვერ გველაპარაკება, ვერაფერს ვერ გვიხსნის, კარგად არის ცუდად, ხო, რა მოწონს, რა არ მოწონს, არ ვიცით და მაქსიმუმ გვაქვს 200 უჯრედთან ურთიერთობა ბლასტოსისის სტადიაზე, თუ არა და შეიძლება 1-თან, 2-თან, 3-თან და ასე შემდეგ, ხო? და ამიტომ ეს ძალიან ხდის ამ პროცესს ნატიფს და მგრძნობიარეს. აი ეგ არის ჩვენი სირთულე. კი. არის ეგ ჩვენი სირთულე და ამავდროულად მოითხოვს ჩვენი მხრიდან ძალიან დიდ ცოდნას, ძალიან დიდ ძალისხმევას და ასევე სიმშვიდეს ჩვენი მუშაობის დროს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენი ყოველი აღელვება შეიძლება დასრულდეს არასასურველი შედეგით. რაც უფრო ნატიფია ობიექტი, მით უფრო მეტი ზიანის მიტანა შეგიძლია, ხო? თან ცოდნა ნამდვილად და სამწუხარო ის ფაქტი, რომ ჯერჯერობით ჩვენ მაინც ახალგაზრდა პროფესიად ვითვლებით, არ არის სტანდარტიზებული განათლება, აი როგორც დავუშვათ ექიმს შეუძლია, ან ექთანს შეუძლია წავიდეს შესაფერის უმაღლეს დაწესებულებაში, უმაღლესი განათლების დაწესებულებაში მიიღოს ეს სტანდარტული განათლება, მერე მიიღოს ლიცენზია და ყველა ასე თუ ისე გასაგებია, რისი მცოდნეა და რისი გაკეთება შეუძლია. ემბრიოლოგიაში ეს არ არის. ჩვენ ჯერჯერობით ვსწავლობთ როგორც მოწაფე შენი მენტორის, კი, ადგილზე, სამუშაო ადგილზე და სამუშაო პროცესში. არის რამდენიმე მასტერ სამაგისტრო პროგრამა მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ არც ერთი აქედან არ არის კლინიკურ ბაზაზე დამყარებული. ანუ იქ არის თეორიული ცოდნა ძირითადად და ხშირად ონლაინ. და თუ საუკეთესო შემთხვევაში არის რაღაც გარკვეული წვრთნა ცხოველურ მასალაზე, რომელიც არ არის კლინიკური ლაბორატორიის პირობებში. და ანუ ანალოგი არ იქნება კლინიკური ლაბორატორიის. და ესეთი პროგრამა, რომელშიც აი როგორც რეზიდენტი სწავლობს მედიცინას, ჩემი ღმერთწმენით ასე უნდა ისწავლებოდეს ემბრიოლოგია, ანუ უნდა იღებდე თეორიულ განათლებას და მე უნდა გადიოდე რეზიდენტურას და მე ხდები, დამწყები ემბრიოლოგიის მერე, ხო. ჩვენ ამდენი ხანია საუბრობთ, რომ ჩვენ თვითონ სამუშაო ადგილზე ვასწავლით, არ არსებობს სპეციფიური განათლება და პაციენტებისთვის ეს ცოტა ის რო არ იყოს შემაშფოთებელი, მოდი ცოტა დავამშვიდოთ და ავუხსნათ თუ როგორ ვმუშაობთ ჩვენ და რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათი მკურნალობა იყოს წარმატებული და ყველა ის ადამიანი, რომელიც მათ ბიოლოგიურ მასალას შეეხება, იქნება სათანადოდ მომზადებული და კვალიფიციური იმისთვის, რომ მისი მკურნალობა იყოს წარმატებული, ხო? და ერთ პატარა ანეკდოტს მოვყვები, სად მუშაობ, რომ მეკითხებოდნენ ადრე უფრო ახალგაზრდობაში, რომ ვეუბნებოდი, რომ ემბრიოლოგიის ლაბორატორიაში და კიდე შემდეგი კითხვა მოდიოდა, რომ რას აკეთებ, ვეუბნები, რომ აი ანეკდოტია ესეთი, ქუთაისელი ადამიანი დაიკარგა და რო შეხვდა მეგობარს, კაიხნის მერე სად იყავი და ციხეშიო ამან უთხრა და კი მარა რა ქენიო და სამსახურში ფანჯარა გავაყეო და სად მუშაობ და წყალქვეშა ნავში. ჩვენ წყალქვეშა ნავში მუშაობთ და
სხვაშიც მეც ვიყენებდი ეს ანეკდოტი არ ვიცოდი ფანჯრის გაღება შეიძლება მაგრამ თვითონ ეს ასე ვთქვათ ინდუსტრიული დინამიკა არის დაახლოებით როგორც წყალქვეშა ნავში იმიტომ რომ ეს არის უფანჯრო სივრცე ხელოვნური განათებით ყველაფერი კონტროლირდება მკაცრად და რო შედიხარ დილით გამოდიხარ იქიდან თვალდასიებული საღამოს და ამით გავს ნამდვილად მაგრამ ახლა ეს ანეკდოტიც გამომადგება როგორ უნდა ვუზრუნველყოთ ასე ვთქვათ პერსონალის ხარისხი ამერიკაში მაგალითად ეს კეთდება როგორ რომ არსებობს სტანდარტები რომლებიც არ არის ერთი მხრივ თითქოს არ არის სავალდებულო მაგრამ მეორე მხრივ გამოდის რომ იძულებული ხარ რომ დაემორჩილო ეს შორს აგვიყვანს ეს თემა მაგრამ მოკლედ არის ის რომ არსებობს აკრედიტაციის საშუალება ლაბორატორიებისთვის რომელიც ასე არ არის სავალდებულო სახელმწიფო ამას არანაირად არ არეგულირებს მაგრამ ამის ფონზე არსებობს ერთგვარი რეესტრი ემბრიოლოგიური ლაბორატორიების და რეპროდუქციული კლინიკების ერთად არის ეს კომპლექსში ორივე შედის ამ რეესტრში სადაც რეგისტრირდები ყველაფერი აღნუსხულია იქ ვინ არის ისა სხვა შორის ექიმი და ლაბორატორიის დირექტორი თანაბრად მნიშვნელოვანი მათი თვლება წევრებად და ეს ყველაფერი public ის არის საჯარო ინფორმაცია ყველა შეუძლია ნახოს და ამ რეესტრში რომ მოხვდე ამისთვის არის აუცილებელი რომ შენ ლაბორატორია იყოს აკრედიტირებული ისე ვერ მოხვდე სარჩში რომ იყო უნდა კონდეს აკრედიტირებული ლაბორატორია და ახლა სარჩში თუ არ ახარ არავინ არ ახარ და არც ერთი პაციენტი შენთან არ მოვა არც პაციენტი მოვა და არც კვლევას დაგიფინანსებენ არაფერი ხო და აი ამ მეთოდით ასე ვთქვათ ვაღწევთ იმას რომ ყველა აღ 95 თუ რაღაცა პროცენტია ლაბორატორია არის საბოლოო ჯამში აკრედიტირებული და ამ აკრედიტაციის ძალიან დიდი ნაწილი არის შენი პერსონალის კვალიფიკაცია და ამაზე მუშაობს მუდმივად როგორც ლაბორატორიის დირექტორი, ყველას უნდა კონდეს რაღაცა დონის განათლება, მინიმუმ ბაკალავრიატი ბიოსამედიცინო სფეროში. რითი ვაღწევთ ამის ხარისხს არის, რომ ეს ყველაფერი უნდა იყოს დოკუმენტირებული და უნდა იყოს რაღაც გარკვეული ხარისხის მაჩვენებლები, რომელსაც შენ აწესებ ლიტერატურაში, რაც არის მიღებული, იმის მიხედვით, რომ აი წარმატების მაჩვენებელი უნდა აჩვენოს, სანამ ჩაითვლება, რომ არის უსაფრთხო ამ ადამიანის მუშაობა. და საქართველოში მართლა რო გითხრა, არ ვიცი ეს როგორ ხდება და შენ თუ გაგვანათლებ, კარგი იქნება. ესე იგი, საქართველოში არა გვაქვს ესეთი აკრედიტაციის სისტემა ჯერჯერობით, იმედოვნებ, რომ შეიძლება ცოტა ხანში გქონდეს, მაგრამ სწავლება ჩვენთანაც ესევე ხდება, ჩემს ლაბორატორიაში ყოველ შემთხვევაში ხა ჩვენი ემბრიოლოგები მათ გაიარეს ჩემთან ერთად ძალიან დიდი დრო დაჰყვეს მათ უფრო შედარებით იოლ პროცედურების შესრულებაში შემდეგ გადავედით უფრო რთულში და საბოლოოდ რა თქმა უნდა ყველა მეთოდოლოგია იყო ათვისებული და ვიდრე მათი ეს ყველა ქმედება არ იყო წარმატებული რა თქმა უნდა მათ თავისუფლად მუშაობის უფლება ასევე როგორც ყველგან სხვაგან არ ჰქონდა და რა თქმა უნდა ეს იყო დოკუმენტირებული ასევე როგორც ყველა სხვა ამერიკულ ლაბორატორიაში ამიტომ ქართულ პაციენტებს შეუძლიათ იყვნენ მშვიდად, რომ თუ მიდიან კარგი რეპუტაციის სათანადო კლინიკაში, იქ მათი უსაფრთხოება იქნება დაცული ლაბორატორიის დირექტორის მიერ 100%. კი და კიდე რა მინდოდა იცი რომ აგვეღნიშნა რომ კი ჩვენ საუბრობთ ემბრიოლოგიის ლაბორატორიაზე მაგრამ ეს ხო გამყენებული არ არის ეს არის გუნდი მთლიანად რომელიც შედგება ექიმისგან ექთმისგან ასევე ჩვენთან სანიტარს ვეძახით რომელიც არის ექთმის ასისტენტი ასე ვთქვათ და ემბრიოლოგები ხო ეს გუნდი თუ არ არის ძალიან კარგად შემუშავებული და მათ თუ არიციან ყოველი ნიუანსი ერთმანეთის მუშაობის წარმატებაზე ცოტა უფრო რთული იქნება საუბარი ნებისმიერ მგოლმა შეიძლება ისეთი რამ ჩაიდინოს რამაც შეიძლება წარმატებული მთელი ეს შრომა ჩააყოს ისევ დაუბრუნდეთ ზოგადად მედიცინაში ახლა მედიცინა არის გუნდური სპორტი
შენ როგორი არაჩვეულებრივი ქირურგიც არ უნდა იყო, შენ თუ არ ყავს კარგი საექთნო, დაწყებული იმიდან, რომ ვინც შენ ინსტრუმენტების სტერილობას უზრუნველყოფს აი იმ ადამიანიდან და იმ ექთნების, რომლებიც გეხმარებიან საოპერაციოში, ანესთეზიოლოგი, ვთქვათ, ოპერაციის შემდგომი საექთნო დახმარება და ასე შემდეგ. ანუ ეს არის გუნდური პროცესი პლუს კიდე ემბრიოლოგიური ლაბორატორია, რომელსაც უნდა გაუფრთხილდე რაც შეიძლება რაც ძალა და ყონა გაქვს, ხო? ნუ ამის მიღწევის არის საშუალებები. ბევრს წერენ სხვათა შორის ბოლო ხანებში ახლა დიდი სტატია გამოვიდა ემბრიოლოგების სტრესის შესახებ. ხო და ეს უნდა იყოს მკაცრად რეგულირებული შენ სისტემაში, არ უნდა გადაიტვირთოს ეს ემბრიოლოგი, უნდა გყავდეს საკმარისი იმ кейსების პაციენტების რაოდენობაზე, რომელსაც ატარებ და ნუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ გუნდური მუშაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ამ ყველა გუნდის წევრმა იცოდეს კარგად სხვა გუნდი რა საკეთებს, რა სირთულეები აქვს და ცემდეს ამას პატივს. აი ის რომ ახლა მე ემბრიოლოგიური სამსახური ვარ და ახლა ჩემთან თუ რამე გაფუჭდა საერთოდ ყველა დაზიანდება, ამით ეს არ არის სწორი პოზიცია. უნდა იყოს, რომ ყველა არის თანაბარი და ყველას როლი არის თანაბარი მნიშვნელოვანი. როგორ უნდა ვასწავლოთ პაციენტებს, თქვათ, როგორ აირჩიონ კლინიკა, ან როგორი კითხვები დასვან იმისათვის, რომ მიხვდნენ, რომ ეს მათთვის სასურველი ადგილია და მათი შესაფერისი ადგილია, როგორ. ხო, ნუ ეს არ ვიცი ახლა საქართველოში როგორი სიტუაცია არ ვიცი და ამერიკაში ძალიან გავრცელებულია, რომ პაციენტები ხდენენ ერთგვარ შოპინგს, სანამ კლინიკას აარჩევენ. ნუ ჯერთი ეს როგორც გითხარი, არის ეს რეესტრი რომელსაც პაციენტი ათვალიერებს გადასარევად. რომელიც თუმცა იქ ძალიან გარკვეული წერია, რომ კლინიკების შედარება ამითი არ უნდა მოხდეს და სწორია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს ამაზე და მათ შორის ექიმების ფილოსოფია, თუ ვის მკურნალობენ და ვის არა, ეგ არის ძირითადი წამართავი, რაც მართავს შენ წარმატების ხარისხს. მაგრამ აი ამ თუ კი ესეთი საშუალება მოეცემათ, უნდა დასვან რაღაც გარკვეული შეკითხვები. მაგალითად, ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ აი ზოგადად წარმატების მაჩვენებელი არაფერს არ ნიშნავს ჩვენ დარგში. ეს უნდა იყოს მორგებული შენ პირად სიტუაციაზე. ამიტომ სწორი შეკითხვა იქნება, რომ აი რამდენი პაციენტი ყავდა ჩარშან, მაგალითად, ჩემ ასაკობრივ ჯგუფში მამაკაცის უშვილობის პრობლემით. რამდენი ყავდათ ასეთი პაციენტი და რა იყო მათ ამ ჯგუფში წარმატების ხარისხი. ეს არის სრულიად ესეთი კანონზომიერი შეკითხვა. ასევე შეგიძლიათ იკითხოთ, რომ მაგალითად თუ გჭირდებათ ეს ინტროციტოპლაზმური სპერმის ინიექცია, იკითხოთ, რომ რამდენი კეთდება წელიწადში თქვენთან და როგორია ამის ფერტილიზაციის მაჩვენებელი. რამდენი ემბრიოლოგი მუშაობს თქვენთან, რამდენი ციკლი კეთდება და რამდენი ემბრიოლოგი ყავთ არიან თუ არა, ისინი სრულად გაწვრთნილი უკვე და რამდენი წლის გამოცდილებით მუშაობენ. და ნუ რა ვიცი, რა გაგონდება კიდე. ხო, ალბათ ექიმებთანაც არის კითხვები, ისეთივე მათი მუშაობის გამოცდილება, მათივე წარმატებები ასევე და მაგალითად სრულიად არ უნდა მოერიდოს პაციენტს, რომ იკითხოს, რომ მაგალითად ემბრიონის გადატანა მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად მარტივი პროცედურა უნდა იყოს, მაგრამ არ არის სინამდვილეში და ძალიან ეს არის აი მომენტი, რომელშიც შეიძლება ყველაფერი დაზიანდეს და გაფუჭდეს, ხო? ამიტომ აი ესეთი პირდაპირ შეკითხვა ექიმზე, რომ თქვენ რამდენი ემბრიონის გადატანა გაქვს ჩარშან გაკეთებული წლის მანძილზე და რა შედეგი არის დაფეხმძიმების, ეს სრულიად კანონიერი შეკითხვაა. მე ამას ვიკითხავდი, მაგრამ პაციენტი რომ იყო. მეც ვიკითხავდი ნამდვილად რა. ნუ დარგი რთული დარგია. და ფსიქოლოგიურად რთულია მათთვის ეს ყველაფერი. ეს სხვათა შორის ძალიან ხა შენ იცი დარწმუნებული ვარ, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ აი ამ უნაყოფობით მიღებული სტრესი
უტოლდება ფაქტიურად ონკოლოგიური დაავადებით მიყენებულ სტრესს პაციენტს. ამაზე არის კვლევა ძალიან ისეთი დამაჯერებელი. იმიტომაც არის, რომ ხშირად ანებებენ მკურნალობას თავს. და ეგ ერთ-ერთი მიზეზია. არაფინანსური სხვათაშორის საინტერესოა, რომ სტრესის გამო ანებებენ უფრო მკურნალობას. პაციენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ესეთი რამის ცოდნა, რომ თუ ვინიცობა ღმერთმა დაიფაროს და მოხდა რაიმე შეცდომა, რომ ეს მასივე გამჟღავნდება და რომ მასაც არავინ არ დაუფაროს. ანუ მე ამ წუთას ვაპარაკობ ეთიკურ ხარეზე, აი ჩვენი მუშაობის ესეც ეთიკური ინფორმირებულ თანხმობაში გვიწერია ეს მთელი სექცია ამაზე, რომ არავინ არ არის დასხეული შეცდომებისგან, შეცდომები არის იშვიათი, მაგრამ მაინც ხდება, არავინ არ არის დასხეული, ჩვენ ყველაფერს შევეცდებით, რომ ეს არ მოხდეს, მაგრამ თუ კი საუბედუროთ მოხდება, იცოდეთ, რომ თქვენ იქნებით პირველი, ვინც ამის შესახებ შეიტყობთ და მე გავაკეთებთ ყველაფერს, რომ გამოვასწოროთ ეს შედეგი თუ რამე დამაზიანებელი შედეგი მოიტანა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კი, საინტერესო ვორქშოპი გქონდა ეშრესი შარშან. იყო human error, ადამიანური შეცდომები. ძალიან ბევრი სამშაო ტარდება ამაზე. მარში, medical assistant reproduction. და ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა კლინიკამ თავისი პრობლემა დადო და ძალიან საინტერესო იყო ერთ-ერთი ინგლისური კლინიკის მიერ მოყოლილი თავიანთი ისტორია, როდესაც მათ შეეშალა და სხვისი ემბრიონები გადაიტანეს. წარმოიდგინე. დაიკეტა კლინიკა მაშინვე. დაიწყეს მთლიანად კლინიკის შემოწყება თავიდან ბოლომდე და ეს რა თქმა უნდა გახმაურდა პრესაშიც, გავიდა ტელევიზიაშიც იყო ამაზე ინფორმაცია და როდესაც კლინიკა გაიხსნა, ორჯერ მეტი პაციენტი მივიდა მათთან იმის გამო, რომ ადამიანებმა დაიჯერეს, რომ ესენი არასოდეს არ მოატყუებენ ეს პროცესი. კი, ნახევარი წელი კლინიკა დაკეტილი იყო, წარმოიდგინე. ჩვენს κλინიკაში არ ქონია კატასტროფული შეცდომა, მეც არ მქონია, მაგრამ შეცდომებს ყველა უშვებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შეცდომები იყოს აღრიცხული, ეს იყოს გარჩეული, უმნიშვნელოც და ისეთი რამეც, რაც ჯერ არ მოხდა, მაგრამ შესაძლოა მომხდარიყო იმ ქმედებით, რაც შენ ჩაიდინე, ხო? მაგრამ გადარჩი და არ მოხდა ეს. ესეც კი უნდა გაირჩეს აუცილებლად მთელი დაწესებულების მიერ. ეგ არის საბაზისო ხარისხის მართვა ამას ეფუძნება, რომ შენ ჯერთი ისე წინსწრებით უნდა განსაზღვრო სად არის სუსტი წერტილი, სანამ შეცდომა მოხდება და კონდეს მექანიზმები, რომელიც აი აქ დაგეხმარება. მაგრამ შეცდომა თუნდაც უმნიშვნელოა, აი ზუსტად ვიღაცას ველაპარაკებოდი რამდენიმე დღის წინ, რომ აი ეს near miss რასაც ვეძახით, ანუ აი კინაღამ შეგეშალა. ეს ზოგიერთი განმარტებით არის აი სიკვდილთან მიახლოვებული სიტუაცია, რომელიც სიკვდილით არ დამთავრდა. მე მაგალითად არ ვაღიარებ ამ განმარტებას, იმიტომ რომ სიკვდილთან ჯერჯერ მაგრამ სიკვდილთან ახლოს თუ მიხვედე, ესე იგი უკვე სერია დაუშვი შეცდომების, რომელიც მათ პაციენტამდე მიაღწია. ხო, ისევ იქ მივდივართ, რომ პაციენტს უნდა სჯეროდეს შენი, პაციენტმა უნდა იცოდეს სად მოდის და არა მარტო პროფესიონალიზმი განსაზღვრავს ჩვენს წარმატებას, ხო? კი, ცოდნა აუცილებელია ამის გარეშე, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ცოდნას როგორ მაშინ მოყავს, ასე ვთქვათ, რეალობაში, ხო, ეგ არის უკვე პაციენტთან შეხება. ხო, რა თქმა უნდა და შეიძლება რაღაც იყოს ძალიან ცოდნე, მაგრამ აი არ ღელავდეს ყოველ წუთში, რომ რამე არ შემეშალოს და ხა ეგეთი ემბრიოლოგი, რომელსაც ამაზე არ ღელავს ყოველ წუთში. ხო, რა თქმა უნდა, ძალიან საშიშია. შეიძლება გქონდეს არაჩვეულებრივი აპარატურა, შეიძლება გყავდეს ძალიან კარგად გაწვრთნილი ემბრიოლოგი, მაგრამ ისეთინათ არ გაქვს, ისე კარგად არ აქვს დალაგებული მთელი სამუშაო პროცესი, რომელმაც ერთმა შეცდომამ შეიძლება ეს ყველაფერი წყალში ჩაყაროს. ხოლო ერთი პაციენტის არა, მთელი დაწესებულების, მთელი ამდენი პროფესიონალის შრომა იყოს და რეპუტაციული ზიანი და რაც თავი პაციენტისთვის ზიანი. პაციენტისთვის კი კიდევ გამოუსწორებელი ზიანი.
ну, რა თქმა უნდა, უსაფრთხოება, რა თქმა უნდა, ყურადღებით ძალიან დიდი ყურადღებით მუშაობა, პროფესიონალიზმი და არის კიდევ რაღაც ნიუანსები, რომელიც ასევე ქმნის წარმატებული მკურნალობის შესაძლებლობას, ხო? აი რა არის ეს? ну ისეთ ლოგიკურად, კონცეპტუალურად თითქოს ცხადია, რომ ეს არის ურთულესი სისტემა. ანუ ჩვენ რასაც ქალის ორგანიზმი, ასე ვთქვათ, აკეთებს საკვერცხეებში, ფალობის მილებში, საშვილოსნოში და ასე შემდეგ, ჩვენ მაგ პროცესის ძალიან დიდ ნაწილს ვაკეთებთ ლაბორატორიაში. და ну იმის ფონზე, რომ ზუსტად არც არის ცნობილი ახლა იქ რა პირობებია. ეს სულ არის ამაზე კვლევა, მაგრამ სულ გვემატება ინფორმაცია, მაგრამ დანამდვილებით მაინც ახლა 100%-ით რა უნდა უზრუნველყოთ ამ ლაბორატორიაში, ბოლომდე მაინც არ არის ცნობილი. მაგრამ რაც არის ცნობილი, ის არის უკიდურესად მგრძნობიარე სისტემა, რომელიც ძალიან ბევრ ფაქტორზე არის მისი წარმატება დამოკიდებული, დაწყებული ტემპერატურის სტაბილურობიდან ჩვენს ინკუბატორებში და ინკუბატორების გარეთ, როცა манипуляция გვიწევს გამოგვაქვს ინკუბატორიდან და აქვს შეხება ოთახის საერთთან და ეს უნდა იყოს აბსოლუტურ მინიმუმზე დაყვანილი და ყველა სივრცეში და ზედაპირზე უნდა გქონდეს სითბო და შესაფერისი პირობები, ну დაწყებული ამ ტემპერატურით ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი დამთავრებული ხარისხიანი ხსნარების გამოყენებით, ამ ხსნარების მუდმივი კონტროლით, რომ აი ახალი რო შემოვიდა ხსნარების, ასე ვთქვათ, მარაგი, პარტია, ხო, რომ ეს ისევე კარგად მუშაობს, როგორც წინა, ის მშენებლობა და იქიდან მაზუთის სუნი შემოდის, ასევე არ მოწონთ ეს ემბრიონებს და მოკლედ აი ესეთი ძალიან ფაქიზი სისტემა, რომელსაც სულ ჩვენ ვართ მისი დარაჯები, ასე ვთქვათ. რა გახსენდება? მე მოგიყვებით ჩვენ როგორ გავაკეთეთ ჩვენი ლაბორატორია, როგორ შევქმნით. Კონდა კონტაქტი ანტონია გილიგანთან. რა ვიცი, კაც ანტონიას კარგად უცნო. და ანტონიამ გაგვიკეთა გეგმა, როგორ უნდა აგვეწყო ჩვენი საჰაერო სივრცე და არა მარტო. რა მასალა უნდა გამოგვეყენებია კედლებისთვის, რა მასალა უნდა გამოგვეყენებია თითეული ავიჯისთვის, იატაკი, როგორ უნდა დალუქულიყო თითეული კედელი ჭერთან, როგორი განათება უნდა ჩაგვესვა, იმიტომ რომ ნუ აქ ხო წნევაზეც ვსაუბრობთ ჩვენ, ხო, რა თქმა უნდა, წნევის ცვალებადობა, ჰაერის ნაკადი როგორ მოძრაობს, რამდენჯერ უნდა იცვლებოდეს. ეხლა შენ რაც თქვი, რომ მაზუთი, რომელიც საშინლად ტოქსიკური არის ემბრიონებისთვის, ამ შემთხვევაში ჩვენი ფილტრაციის სისტემა მთლიანად იკეტება და მხოლოდ შიდა სივრცეს ჰაერს ატრიალებს. ახლა ჩვენ გქონდა ეგ შემთხვევა, გვერდზე მშენებლობა იყო და სრულიად ჩაკეტილი სივრცით მუშაობდით და არ გაგვფუჭებია რეზულტატი, იმიტომ რომ აი ამ ფილტრაციის სისტემამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ამაში. ქალაქში, სადაც მარტო მანქანებისგან არის ხელა დაბინძურება. მარტო ჰიპა ფილტრებით ვერ შემოვიფარგლებოდით ჩვენ აუცილებლად პერმანგანატიანი აქტივირებული კარბონით და ასე შემდეგ. გვაქვს ძალიან რთული სისტემა, რომელმაც ძალიან ბევრ შემთხვევაში გადაგვარჩინა ის სწორედ აი ამ დაბინძურებული ჰაერის გამო. იყო შემთხვევა, როდესაც უბრალოდ ფოთლები დაწვეს აგერ აქვე. ნუ წარმოგიდგენია ის, რომ ჩვენ არ გქონოდა ეგეთი სივრცე, ესეთი სისტემა, რა დღეში ჩავვარდებოდით და ნუ ამან ძალიან დიდი, რა ვიცი, ძალიან მადლიერი ვარ მე ამისი, რომ ესეთი რამე ყველა მიცნობს, რომ თუ რაღაცა ეგეც ჩალიჩობენ ის მარდემოდის რომ აქ ფოთოლი არ დაწვათ. მაგდონელზე ან თუ აი მაგალითად ასფალტის გამოსვლა ხდება, ამას საშინელება არის. ამაზე ვაჭრობ, რომ ეს მოხდეს იმ ორ კვირაში, როცა ჩვენ ვიკეტებით, ხო. ხო, ამას ხოც რა ქვია ეს ჩვენ სისტემის ჩაკეტილს, submarine mode. Submarine mode, კი. ალკოშა ნავის ანალოგია არის ეს ჩვენი ხო, ჩაკეტილი მხოლოდ შიდა ფილტრაციის სისტემით მუშაობა და ხო, რა თქმა უნდა, ხა ეს პაციენტებისთვის სრულიად გაუგებარია და არიციან მათ. ასევე ტანსაცმელიც კი რომელი მასალით უნდა იყოს, რომ არ მოხდეს დიდი რაოდენობით შეწონილი ნაწილაკების გამოყოფა ჰაერში, რომ ყოველ დღე უნდა შეამოწმო, როგორი გაქვს ჰაერი, ხო, ყველაფერი. რა თქმა უნდა, ხა როგორც ჩვენ თქვი, ქალის ორგანიზმი იმდენად რთულია და იმდენი რამე იცავს ემბრიონს
ტოქსიკური გარემოსგან, რომ ამის შექმნა ძალიან რთულია, რამდენადაც არ უნდა ვეცადოთ ჯერჯერობით 100%-ით იმას ვერ შევასრულებთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცა გარკვეული მნიშვნელოვანი რაც მე და შენ ვართ ამ დარგში. ძალიან დიდი წინსვლა არის, ძალიან რა განსხვავებული. შედარება, რა თქმა უნდა, ძალიან განსხვავებული. ახლა ჩვენ რომ დღევანდელი პაციენტები უკვე მაგის გამო არიან, მაგ ფილოსოფიით არიან. უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე ისინი, ვინც 30 წლის წინ მოვიდა. გინდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში იყვნენ ჩვენი პაციენტები, რა თქმა უნდა, დღეს რეპროვაჩი გაცილებით უკეთესი პირობები აქვთ, ვიდრე 100%. მაშინ მათ ჰქონდათ. რა ვიცი, მე მგონი ძალიან საინტერესო იყო, მარინა, ჩემთვისაც ყოველთვის შენთან საუბარი და იმედია რომ გავაგრძელებთ შეხვედრას, მე რა რომ შენ ამერიკაში იქნები, რაღაც საკითხებზე შეგეხმიანებით ხოლმე. საზღვრები ამ სოციალური მედიის და კავშირების შედეგად და მიაქვეჭდები და შენ კომპიუტერში. აბსოლუტურად 100%. და ასე შეგვიძლია გავაგრძელოთ. ძალიან დიდი მადლობა. მარინა, ძალიან დიდი მადლობა. მომავალ შეხვედრამდე, შემდეგ სერგეევიჩი.